წყობაც ამაღლდა გვეტყობა კიდეც და კიდევ უფრო განსაკუთრებული ემოციების მოსანიჭებლად ნინო როსტიაშვილი დილას იწყებს ანსამბლ ფორტესთან ერთად ლილიკო ნემსაძის კომპოზიცია თბილისის მზეს, რომელიც ჩვენც ძალიან გვიყვარს აქ სამივე ადამიანს. და რთულია რომ არ გაგახსენდეს ეს კომპოზიცია სწორედ რომ ფორტეს შესრულებით. ამ ჰანგებით იწყება სწორედ ნინუცას ჩართვაც და დრო ამას მივესალმოთ. დილა მშვიდობისა. აი არ მოგაცილებთო ჩემს ავითვინეთოისა რომ ისევ მიყვარხარ ზესაში მიდიან ნაცნობი კუჩები ბაღებში ისევ ბულბულის თვენს თბილსა და საყვარელს თუმური დატარებზე დილა მშვიდობისა საქართველო ამ არაჩვეულებრივი ჰანგების ფონზე მოგესალმებით და თუ თქვენს იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც დილით ცხელი ყავა არ გაფხიზლებთ, არ იდარდოთ, რადგან დღეს ისეთ მუსიკალურ დილას შემოგთავაზებთ, რომ თქვენი დღე აუცილებლად პოზიტივითა და ენერგიით გაგრძელდება. როგორც ხედავთ, დილას ვიწყებთ ანსამბლ ფორტესთან ერთად, ისინი გვპირდებიან, რომ კარგ განწყობას აუცილებლად შეგვიქმნიან. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობის გვპირდებით. და თქვენი დილა ყოველთვის ასე მუსიკალურად იწყება? აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ. ჯერ ესეთი არ უყვართ გოგონებს ზოგადად დილით ადრე ადგომა, თქვენმა სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინათ ეს გმირული ნაბიჯი გადაედგათ და ვესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელს და დიდი მადლობა ჩვენი სიყვარულისთვის. დიდი მადლობა უნდა გითხრათ. ნამდვილად ამ ყველაფრისთვის, რომ ასე ადრიანად ჩვენთვის შეიკრიბეთ და სასიამოვნო სიახლეებიც გაქვთ ხომ და უნდა გავოცნოთ ჩვენს მაყურებელს. სასიამოვნო სიახლეები რაც შეეხება ანუ კიდევ ერთ პოპურს ვაჩუქებთ ალბათ მაყურებელს, ჯერ მუშაობა მიდის, ვალაგებთ ჯერ ყველაფერს და ნუ შემდეგ პატარ-პატარა კონცერტები კლუბური 15 მაისს აქვს კონცერტი და ნუ ესე რეგიონებშიც გავდივართ, აი ხა გაზაფხულია, უკვე დაიწყება ტურნეები და რეგიონშიც გავახარებთ მაყურებელს. კი ბატონო, 26 მაისო 26 მაისს თავისთავად გრანდიოზულად. მანამდე ლოკალური კონცერტები გვაქვს. კი ბატონო, პატარ-პატარა. ხო, ეს პოპური ჩვენი რაღაცა დამახასიათებელი სავიზიტო ბარათი გახდა ზოგადად პოპური და ანუ პოპურისტები ვართ ზოგადად რაღაც. პოპულარურები. ვერველებით მოკლედ ბევრ სიმღერებს და ამიტომ პოპურში გაგვაქვს ხოლმე. აი როგორი არის ეს შემოქმედებითი პროცესი იქამდე სანამ მაყურებლის წინაშე წარსდგები? საშინელი. ეგ არ უნდა გეკითხა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ქაოსია ხოლმე და რაღაცა ერთმანეთთან ჭიდილი, ხო, ვის რა სიმღერა, როგორ, რანაერად, მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ მაინც ისე გამოდის, რომ რაღაცა ერთ საერთო დასკვნამდე მივდივართ ხოლმე. თუმცა არ ვიცი ხა ჩვენთვის არ ძვირა, გარეშე თვალისთვის. მანამდე ჯერ ან მაშინ რა ქვია, პოლიკლინიკაში ხვდებით ხოლმე ნერვიულ ნიადაგზე, ან რაღაცა დეპრესიული შემოტევები გვაწუხებს ხოლმე რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე კონსენსუსამდე ვერ მივდივართ. არა, მაინც მივდივართ ბოლოს. სუბუქად რომ ვთქვათ, მაინც პატარ-პატარა კამათი გვაქვს ესე. სუბუქად კამათი დავარქვათ ეხა ამ. რომელი კამათობთ ხოლმე ყველაზე მეტად? უფრო ალბათ ზურა ის და მე ესე კონსენსუსი სუსი ვიტყვი და გაჩეს რომ გაისუსებიან მე ვიცი ზურა და მე ძირითადად ნინო და ზურა უფრო კი ბატონო არის ესე იგი მე და ირინა ცოტა რაღაცა არა შენ ხარ ტრედი და ირინაც საკმარისად კამათობს კი ირინაც საკმაოდ პრინციპულია ესე იგი უპრინციპო ყავს მარტო მანანა ყველას დასკვნას ეთანხმება არა იცის რომ მაინც რაღაცა მივალთ რაღაც შეთანხმება რატო მოიშალოს ნერვები გონი საუკეთესო გადაწყვეტილება ეს არის აწყობილი აქვს ცხოვრება ეხლა მე სწავლობ უკვე ბანანასგან რომ აი ეს რაღაცებს დავემსგავს არ გამომდის უნდა ვისწავლო არა ბუნებრივად უნდა იყოს და დღეს კამათის გარეშე ჩვენს მაყურებელს რას შეუსრულებთ კაბათის გარეშე არ გამოგვივა. რა უნდა ხო ამბობდი, ესე იგი ის გავაკეთოთ. დღეს შევასრულოთ არა.
სუსი. არა, კარგი, შენ თქვი მაშინ რა შევასრულე. დღეს შევასრულებთ ინოლა გურგულიას. მე ხა სხვა რამე ვთქვი? არა, მაგრამ ხომ უნდა გვეკამათა. აი მუსიკა რომ განწყობაზე მოქმედებს, ფაქტი სახეზეა. კი. მაშინ გთხოვთ რომ გავულამაზოთ ჩვენს მაყურებელს დილა. და რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება, მე მომდენო ჩართვაში ისევ შემოგერთდებით. შენ გაზაფხული სუნთქვა მე შემოდგომა შვენი და მაინც გეტყვი მიღვარა ჩემი ხარა ჩემი აგრე შორად რად მაფრინე ნიავის მესხაფთები რა გინდა მერე რას მიბირე ხდება მანომ მიმუხტლოს მოგიკვდები აგრე შორად რად მაფრინე ნიავის მესხაფთები Raginda meneras mibire Hteva marom mimuktos ესე იგი გაზაფხული, გიტარა, ეს ფორტეს კარგი მრავალფეროვანობა. ფორტესგან არის ნამდვილად რაღაც კარგი დასაწყისი.